მადლობთ, მე მინდა რომ მივულოცო დღევანდელი დღე ყველას, ვინც არამხოლოდ ვისაც ძვირფასია სახელმწიფო დამოუკიდებლობის იდეა, არამედ მათ, ვინც არ იღლება ამ დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად, იმიტომ რომ დღეს რეალობა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არის შექმნილი, არის სწორედ ეს, რომ ჩვენი დამოუკიდებლობა, სახელმწიფო დამოუკიდებლობა რეალურად არის მოსაპოვებელი, იმიტომ რომ სანამ ჩვენ არ გვეყოლება ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, რომელიც ემსახურება ქართველი ხალხის ინტერესებს და ვერ გაბედავს ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ გააუქმოს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, როგორც ეს გააკეთა ივანიშვილის რეჟიმმა, ჩვენ მანამდე უნდა ყველას გვესმოდეს, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფო რჩება მიზნად, ასე ვთქვათ, და არა განხორციელებულ ამოცანად. და ამისი ძალიან კარგი მაგალითია ის, რაც დღეს ხდება. დღეს არის ისტორიაში ღირსშესანიშნავი თარიღი, როდესაც 35 წელიწადი შესრულდა სახელმწიფო დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან და იმის ნაცვლად, რომ საქართველოში დღეს ჩამოსული იყოს იგივე სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო იყოს დღეს თბილისში, სადაც საქართველოს დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებასთან ერთად აღნიშნავს ამ ღირსშესანიშნავ თარიღს. იმის ნაცვლად, რომ დღეს თბილისში ჩამოსულიყო უამრავი დელეგაცია ევროპული სახელმწიფოებიდან და ჩვენ ერთად აღგვენიშნა არამხოლოდ დამოუკიდებლობა ჩვენი ქვეყნის, არამედ ისიც, რომ საქართველო ძალიან სწრაფი ნაბიჯებით მიდის თავისუფალი ერების გაერთიანებაში, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და აღარასოდეს იქნება მარტო და ამიტომ აღარასოდეს დაეფუნქრება მის დამოუკიდებლობას რაიმე საფრთხე. აი ამის ნაცვლად ჩვენ მივიღეთ ის რეალობა, რაც მივიღეთ, აბსოლუტურად ფსევდორელიგიური, იდეოლოგიური რაღაცა ჩარჩოს შექმნის მცდელობა, გარყვნილი, კორუმპირებული, საკუთარი მოქალაქეების მოძულე ხელისუფლებისგან, რომლებიც ცდილობენ, რომ ჩაანაცვლონ დამოუკიდებელი ევროპული დემოკრატიული სახელმწიფოს იდეა ფსევდორელიგიური რიტორიკით. და ეს მათ რა თქმა უნდა არ უნდა გავუვიდეთ, ქართულ ხალხს უნდა ესმოდეს, რომ ჩვენ გვაქვს სრული შესაძლებლობა ჩვენი საკუთარი ხელით მართლაც მოვიპოვოთ დამოუკიდებლობა. ის დამოუკიდებლობა, რომელიც დღეს კიდევ ერთხელ ვამბობ, რჩება ამოცანად, სანამ სახელმწიფო არის მიტაცებული, კორუმპირებული რუსული ოლიგარქიული რეჟიმის მიერ. ცვლილებების შესაძლებლობა პოლიტიკოსებისა და საზოგადოების ნაწილმა დაინახა კიდევ ერთი მასშტაბური პროტესტის დაგეგმვა დედაქალაქის ქუჩებში. თქვენ იცით, რომ დღეს 7 საათზე დაიწყება მსვლელობა პარლამენტის მიმართულებით. მაინტერესებს პირველი, თქვენი პარტიის წევრები თუ იქნებიან წარმოდგენილი ამ პროტესტში, თუნდაც როგორც რიგითი მოქალაქეები და თუ არა, რატომ მაშინ ქალბატონ სალომე? ხო, ძალიან დიდი მწუხარებით მინდა აღნიშნო და მივმართო მათ შორის ოპოზიციურ კოლეგებს, რომლებიც მე არ ვიცი, როგორ ჩანს, ვერ იაზრებენ იმ ფართო, ასე ვთქვათ, მასშტაბს იმ საფრთხის, რომლის წინაშეც დგას დღეს ჩვენი სახელმწიფო, რომლებმაც იმთავითვე გადაწყვიტეს, რომ დღევანდელი დღე ექციათ რაღაც პარტიული დღის წესრიგის შეკრებად. რა თქმა უნდა, 26 მაისი არის ყველას დღესასწაული, ვინ როგორ აღნიშნავს და სად აღნიშნავს, არის მათი საქმე. მე მივესალმები ცხადია ყველა მოქალაქის აქტიურობას, რომელ პოლიტიკურ პარტიასაც არ უნდა უჭერდეს მხარს, მაგრამ თუ სურვილი არსებობდა, რომ დღევანდელ დღეს, როდესაც საქართველო დგას უპრეცედენტო გამოწვევების წინაშე, დღევანდელი დღე გამხდარიყო მართლაც რაღაცა საერთო ეროვნული, ასე ვთქვათ, პროტესტის დღე, ალბათ სხვანაირად შეიძლებოდა ამ დღის დაგეგმა. როდესაც გარკვეულმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ ამ შემთხვევაში გულისხმობ ალიანსს გამოაცხადა, რომ ისინი აორგანიზებენ ამ დღეს, ისინი ამ დღეს გამოაცხადებენ საკუთარ პოლიტიკურ სამოქმედო გეგმას და მოითხოვენ მხარდაჭერას ხალხისგან ამ სამოქმედო გეგმის განსახორციელებლად, ჩემდა სამწუხაროდ და მე ვიტყოდი იმედგაცრუებით ამას, მათ გადაწყვიტეს, რომ რაღაც პროტესტზე დაეშენებინათ საკუთარი პარტიული დღის წესრიგი,
ეს ცხადია მათი უფლება, მე მათ წარმატებას უსურვებ, მაგრამ მე არ მგონია, რომ მსგავსი დამოკიდებულებით საერთო ეროვნული ამოცანების განხორციელება ან შეიძლებოდეს, ან დღევანდელი დღე ამ თვალსაზრისით რაიმე მნიშვნელოვანი იმპულსის მიმცემი იყოს. შესაბამისად, რამდენადაც ეს დღე ჩამოყალიბდა პარტიული დღის წესრიგის დღედ, როდესაც გამოვიდნენ გარკვეული პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენლები და თქვეს, რომ მათ მანდატი უნდა მიიღონ ხალხისგან დღევანდელ დღეს სამოქმედოდ და ჩვენ არ ვართ ამ ალიანსის წევრი, არ ვიცით რა სამოქმედო გეგმაზე არის საუბარი და რას შესთავაზებს ეს პოლიტიკური გაერთიანება ხალხს, ჩვენ შესაბამისად, რა თქმა უნდა, დღევანდელ შეკრებაში არ ვიღებთ მონაწილეობას, თუმცა წარმატებას უსურვებთ ყველა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც გადაწყვიტავს, რომ საკუთარი, არ ვიცი, სხვადასხვა გზებით, კიდევ ერთხელ ვამბობ და სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობით დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია დამოუკიდებელი სახელმწიფოს მხარდასაჭერად. ქალბატონ სალომე, მინდა რომ მოვასწრო, ამასაც კითხავთ და შემდეგ რუბიოს ვიზიტზეც მინდა რომ მოვასწრო სომხეთში თქვენთვის კითხვის დასმა. ოპოზიციური ალიანსის დღევანდელი პროტესტის ორგანიზატორები ამბობენ, რომ პროტესტი არის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი ცვლილებისა, რომლის კენაც მიდის საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც არ ეთანხმება ქართული ოცნების პოლიტიკას და რეპრესიულ პოლიტიკას უწოდებს იმას, რასაც ქვეყანაში ივანიშვილის გუნდი ახორციელებს. თქვენ ლელოს როგორ წარმოგიდგენიათ ცვლილება, რომლის აუცილებლობაზეც საუბრობთ? ეს არის პროტესტის გზა ქუჩაში, თუ არის სხვა მიმართულებები, რომლითაც უნდა მოხდეს ხელისუფლების ცვლილება? მე მგონია, რომ ძალიან მეამიტური და არარეალისტური მოლოდინი არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ მხოლოდ პროტესტ შეუძლია რაიმე შეცვალოს ჩვენს ქვეყანაში და ამის მაგალითი ჩვენ ნახეთ, იმიტომ რომ არანაირი შედეგი მაგალითად ისეთ გადაწყვეტილებას ძალიან დიდ პოლიტიკურ შეცდომას, როგორიც იყო საარჩევნო პროცესის ბოიკოტირება, არანაირი შედეგი, ნულოვანი შედეგი მოიტანა, უკუ შედეგი მოიტანა ჩემი აზრით და ეს უნდა იყოს ყველასთვის გაკვეთილი, რომ ამ რეჟიმს უნდა ებრძოლო ყველა ფრონტზე. მაშინ თუ არა პროტესტი, მაშ რა? არ ქუჩის პროტესტი არის ჩვენი აზრით მიმდინარეობს ეს პროტესტი და მნიშვნელოვანია, ოღონდ ასევე მნიშვნელოვანია განსაკუთრებით თუ ვინმე ცდილობს ამ პროტესტის პოლიტიკურ დაპატრონებას, შეთავაზოს ხალხს გზა, როგორ აპირებს ამ პროტესტის გაფართოვებას და გაზრდას და მათ შორის იმ აქტორებმა, რომლებმაც გამოაცხადეს დღევანდელი დღე მათ პოლიტიკურ პარტიულ დღის წესრიგად ალბათ ამის რაღაც გეგმის წარდგენის, ასე ვთქვათ, არ ვიცი, აპირებენ მსგავსი გეგმის წარდგენას. რაც შეეხება ჩვენ პოლიტიკური ბრძოლის გზას, ჩვენი პოზიცია არის ცნობილი, რომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ მაქსიმალური მობილიზაცია არა მხოლოდ საპროტესტო მოძრაობის, არამედ საზოგადოებრივი ფართო სახალხო მობილიზაცია და სწორედ ამ მიზნით თქვენ იცით, რომ ჩვენი პარტია არის ძალიან აქტიურად ჩართული რეგიონებში ყოველდღიურ რუტინულ პოლიტიკურ მუშაობაში, უამრავ ადამიანს ხვდება სხვადასხვა რეგიონებში. ამ ხალხის მობილიზაცია არის ზოგადად მნიშვნელოვანი, არა მხოლოდ მათი ვინცადარი რომ გავიდეს და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანია ალტერნატივის შეთავაზება საზოგადოებისთვის და ეს ალტერნატივა ვერ იქნება აქციაზე გამოსული რამდენიმე პოლიტიკოსი, რომელიც თავის თუმცა ალბათ პოლიტიკურ პროცესს აქცია იქნება თუ ეს სხვა რამ პოლიტიკოსები უდგანან სათავეში, არ აქვს მნიშვნელობა, რომ ალბათ პოლიტიკურ პროცესს თუნდაც ქუჩაში პოლიტიკოსები უდგებიან სათავეში და ამაში უცნაური და ახალი არაფერია, მთავარია ვინ აიღებს ალბათ სადავეებს და როგორ შეჯერდებიან პოლიტიკური პარტიები ამ სადავეების აღებაზე, ხო? დღევანდელი აქცია არის პოლიტიკური ნიშნით ორგანიზებული კოალიციის მიერ, რომელმაც თქვა, რომ წარადგეს გეგმის ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ჩართული ვართ რეალურ პოლიტიკურ სამუშაოში, რაც არის ხალხთან საუბარი ყოველდღე მათი გამოწვევების წინაშე და რეალური პოლიტიკური ალტერნატიული დღის წესრიგის და სამოქმედო გეგმის შექმნით. მადლობა, სამწუხაროდ უნდა დაგემშვიდობოთ ქალბატონ სალომე, მადლობა.